საქართველოში ხომ იცით როგორ გარბის ეკონომიკა. ის წინ მირბის და ჩვენ ვეღარ ვეწევით. Რაღა ჩვენ ევროპა ვერ ეწევა და ამერიკა, სინგაპური და ჰონკონგი საერთოდ რა მოსატანია. ოღონდ უცებ, ელვამ გასერა უღრუბლო ლურჯიცა. აუდიტი სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელთაც ირკვევა, რომ ასე განვითარებულ, აყვავებულ და გადაყვავებულ აჭარაში ვერაფრით ვერ ასრულებენ პრივატიზაციის გეგმას. თურმე. და ვერ ასრულებენ არა ის სიტყვა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჩამორჩებიან გეგმას? არა, არც ეგ. აჭარამ პრივატიზაციაში ჩააჯვა, ეგ უფრო ზუსტად გადმოსცემს სათქმელს. ჩამორჩენა 1, 2 ან 5% კი არა, ჩამორჩენა 97.9%. ჩავთვალოთ რომ 100. პრივატიზაციით აჭარის ბიუჯეტში ამ წელს 200 მილიონის ნაცვლად სულ 4.5 მილიონი შევიდა. აჭარაში ხალხო, აჭარაში სადაც პროჭორილელები რაღაც კუნძულებს აშენებენ ზღვაში, იმიტომ რომ ამბობენ ხმელეთზე ვეღარ ვეტევითო. აჭარაში, რომელიც აპირებს დუბაი ჩაისვას ჯიბეში. ამ აჭარაში პროჭორილელთა გამოცხადებული აუქციონებიდან გეგმის სულ 2.5% შესრულდა. ამას მოხერხება უნდოდა და თქვენ ეს მოახერხეთ პროჭორილელებო. აჭარაში, სადაც ჭაობებიც კი 20 ბირად იყიდება, სადაც ყოველ წელს თითო სარატოვი შენდება და ჩელიაბინსკი თავისი შესაბამისი მოსახლეობით. თქვენ პრივატიზაციის გეგმაში უბრალოდ ჩააჯვით. ძალიან კი მაინტერესებს რას დააბრალებთ ახლა. აკაცუკებს, deep states, იქნებ რიჟვაძის მოხსნას, მისი მკვლელობის მცდელობასა და უტელეფონობას. თუ უბრალოდ თქვენს პროჭორილელობას, როცა სანქცირებული მილიციონერი დაგინიშნეს უფროსად და მერე გითხრეს, აწი მამა დამარჩენალი ამას დაუძახეთო. უსახკარო ადამიანებს ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა და პატივისცემა და შენ პირადად გილოცავ დამდენ ახალწელს. აქ შოუები არ მოვაწყო. უსახკარო ადამიანები ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტია. ბოდიში თუ ბიუჯეტში ჩამჯმელთ ამაზაშულს, მილიციონერს, უსახლკაროებმა ნაძალადევ პრაზნიკში ჩაუჯვეს. მისანახავად მივიდნენ ადამიანები, უსახლკარო დარჩენილები, რომ კითხვა დაესვათ. ამაგე როგორც ჭეშმარიტ პროჭორილელს ეკადრება, ეგრევე პროვოკატორები ხარ და შოუს დადგმა გინდათო. განსაკუთრებით ულოცავ უსახლკაროებს, ისინი არიან ჩვენი სატკივარი და თქვენ დგამთ შოუს. შოუს კი არა, 4 კედლის დადგმა უნდა მაგხალს პროჭორილელო და ზედ კიდევ სახურავის და მხოლოდ ეგ გქონდათ სათქმელი. სანამ შენ მილიციას უბრძანე რომ იქიდან ძალით გაეთრიათ. რას ნიშნავს ამაც ეხ მითითება? ახლა რომ უთხარი სხვას მითითება გვაქვს გაყვანაზე, რას ნიშნავს? ახლა ხანს უპასუხეთ თქვენს კოლეგას და რას გულისხმობდით? ვიზე გაქვთ მითითება რომ გაგიყვანოთ? მხოლოდ სახლი აინტერესებთ, მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელი, რომ შვილები შეაფარონ თოვლსა და წვიმას. ყველაფერი დანარჩენი შოუს ჩათვლით სულ ირაკლი კობახიძეზე გიდიათ. რას დავიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა.